სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სუსის თანამშრომლები დეილი ჯგუფის სათავო ოფისში იყვნენ, რომელიც სპარს, მაგნიტს, გვირილას, იულს, კალათასა და დეილის მარკეტებს აერთიანებს. ჟურნალისტებთან საუბრისას სუსის თანამშრომლების შესვლას კიდევ ერთი ქსელური მარკეტის აგროჰაბის დირექტორიც ადასტურებს. სუსი მედიასთან ამბობს, რომ გამოძიების ინტერესების საგანი ფასთა წარმოქმნის პროცესია და მათი შესწავლის მიზნით დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინება გამოთხოვა ხდება. განჩინების საფუძველზე სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების ამოღებაზე მიუთითებს საგამოძიებო სამსახური. Retail ასოციაცია, რომელიც 13 მსხვილ სასურსათო ქსელურ მაღაზიას აერთიანებს, ამბობს, რომ სუსმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე წევრი კომპანიებისგან დოკუმენტაცია გამოითხოვა, მათ შორის ხელშეკრულებები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ინვოისები. ასოციაცია წერს, რომ ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შესაბამისი განჩინების საფუძველზე მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს და გამოითხოვა გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ინვოისები. ასოციაციის ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან. შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი პროცესუალური ჩარჩოების სრული დაცვით. გამოთხოვილი დოკუმენტაციის მოცულობიდან გამომდინარე, მისი თავმოყრა, დამუშავება და წარდგენა საჭირო დამატებით დროს. შემდგომ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ოფიციალური განმარტება. ქართული ოცნების პრემიერს ირაკლი ყობახიძე სამთავრობო კომისია აქვს შექმნილი, რომელიც მისი მტკიცებით ადგენს თუ რატომაა სასურსათო ფასები სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი. ყობახიძემ ამ საკითხის მოკვლევა 2025 წლის 24 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში დაანონსა და სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისა და კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის დადგენისკენ მოუწოდა. ყობახიძე გუშინ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით ყობახიძემ შეხვედრაზე თქვა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტია მოქალაქეებზე აისახოს ის სიკეთე, რომელსაც ქვეყანა ეკონომიკური ზრდის შედეგად იღებს.